მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში ბოდიში ეს პერიოდი აღზრდა ვიდეოები არიდებოდა, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მქონდა. ახლა ხოძე ვარ, რომ თქვენთვის ისევ დავიწყო გემრიელი ეპიზოდების გადაღება. ახლა ვარ გორში, დღეს უნდა გადავიღო კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, გორის დილა ვირტუსი. საინტერესო მატჩი გველოდება და როგორც ყოველთვის დეტალურად განახებთ ყველაფერს. ეს პერიოდი აღზრდა ვიდეოები რომ არიდებოდა, არხი არის თავიდან მოსახოდი, ან უნდა გამოფხიზდეს და ამისთვის მჭირდება თქვენი დახმარება. თხოვნა იქნება რომ ყველამ დაალაიქოთ და დაწეროთ კომენტარები. ამით დაეხმარებთ ახს რომ გამოფხიზდეს. ეხლა კი დავიწყეთ. ფეხბურთის დრო. ეგა მეგობრებო, ახლა არის 4 საათი და წავედით გორში, კაი თამაში გველოდება. გორში თუ მოხვდები პირველ რიგში, რა უნდა გააკეთო, უნდა ჭამო გორის კატლეტი. ეხლა შევიდეთ ძმობის დუქაში და გემრიელ ჭამოთ თამაშამდე. ეგა მეგობრებო მომიტანეს, მოდი საწებელი მოვასხათ. რა კაია. რა კაია. აურა კაია. აურა კაია. ახლა კარგ ხასიათზე ვარ, წავალ გორის დილას თამაშზე. გორის დილაც მოიგებს და ბედნიერი წავალ სახლში. ეგა მეგობრებო აკრედიტაცია ვიღე, ხა წავიდეთ ბიჭები ვნახოთ. აღარ მახსოვს წინა წელი იყო თუ იმის წინ იყო? გითხარი, იმის წინ იყო, ხო? მეთქი გამოხვალ გოლს შეაგდებ. მოდი დღესაც იგივე გავიმეოროთ. გორის დილასა და ვირტუსის ფეხბურთელებს. ეგა მიდით ბიჭებო, უნდა მოვიგოთ. კაირა, მესამე წუთზე გორის დილამ გოლი გაუშვა. ვა! ნახოთ, უფრო კაი თამაში წავა, მიდით ბიჭებო. კაი ბიჭი! ჰოპა! ეგა! ეგრევე გავათანაბრეთ 5 წუთში, ეგრევე.
კაი თამაშზე მოვედი. 20 წუთში 3 გოლი, 20 წუთში. ეგა. მოიმესა წაკრა. მეგობრებო, პირველ ტაიმ მორჩა 2-1 ვიგებთ. აი რა გითხრათ ამ პირველ ტაიმზე. ერთი გოლი აუცილებლად გჭირდება, იმიტომ რომ ამ გუნდთან 2-1-ზე იქ ჩასვლა ძალიან გაგვიჭირდება და ამისთვის საჭიროა რომ მესამე გოლიც გავიტანოთ რა. გამოიწერეთ არხი და ალაიქით ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარები. წავიდა მეორე ტაიმი, გოლი გვინდა ბიჭებო, გოლი. ნეოტანი კარგად დაიწყო გოლით, მაგრამ აი ეს ბოლო პასი რასაც ქვია, იმ ბოლო პასს არ აკეთებენ. ან კიდევ დასაწყმელი მომენტები არის და არ მიყავენ და ვერ ხვდები რა, რატომ აქვს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ იყო ერთი-ორი კაი მომენტი, როცა შეეძლო, კაი პასი გაეკეთებინა, მეხუთე და იყო მომენტი, როცა შეეძლო, დაერყო და არ დაარტყა. ხო, აი რა ვიცი რა, გოლი უეჭველი ჭირდება გოლგიზიას, იმიტომ რომ ამ ანგარიშში იქ ჩასვლა, რა ვიცი რა, ერთი გოლი გჭირდება. Opa! Ega! Ega, 72 წუთზე 3-1. ეგრე რა, ეგ ბოლომდე უნდა მიიყვანათ რა, იმიტომ რომ ამოდემო მომენტი ქონდა და ვერ იყენებდნენ და გამოიყენეთ ახლა მომენტი. კაი, აბა რა, ღირდა ჩამოსო, ჩამოვედი უკვე 4 გოლი ვნახე, 4. ასწორებს. აუ, ერთი გოლიც რომ შევაგდოთ, ორმაგად გაასწორებს. ეგა ღირდა ჩამოსვლა რა ღირდა გორში ჩამოსვლა
იმიტომ რომ აი ესეთი მაგარ თამაში ვენახა. მომენატრა ეს ემოციები. რა თქმა უნდა, დადებითად შევახასებ დღევანდელ მატჩს. 3-1 მოვიგეთ, კარგი უპირატესობით მივდივართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი შეგვეძლო. მით უმეტეს და გორში ვთამაშობდით. მაგრამ შემდეგ თამაშიც ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის და გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, მოსულ გულშემატკივარს მადლობა მინდა გადაუხადო გვერდში დგომისთვის. პირველ რიგში გულშემატკივარს ვწყი, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მოსულს და გვერდში დაგვიდგნენ. რთული თამაშია, მაინც კონფერენს ლიგა არის და მარტივი თამაში არასდროს არ არის, მაგრამ თავარია გავიმარჯვეთ და შემდეგ თამაშიც ვეცდებით, რომ გავიმარჯვეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი რა. მეგობრებო, მოვრჩი გადაღებას, ძალიან მაგარი დღე გამოვიდა. 3-1 მოიგო გორის დილამ და ამ ანგარიშით გასული თამაში წასვლა არის ძალიან კომფორტული რა. რა გითხრათ, 10 თვეა ვიდეო არ გადამიღია და აი ეს ემოციები ძალიან მომენატრა და ძალიან გთხოვთ რა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და დაწევთ კომენტარები. დროებით